მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე, მე ანუკა კინკლაძე ვარ. ჩინეთში ქართული ოცნების დეპუტატთა ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილი აუდიენცია ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. საქართველოს მხარე შეხვდება ასევე სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს. ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვექნება შეხვედრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე და ასევე გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტის ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ. მეორე მხრივ თქვენ იცით, რომ საქართველოს ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს აქვს უზარმაზარი როლი და ჩვენთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი გადადგმული ნაბიჯი. ომისას მერթե დღე დაიწყო ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ღაზას სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს. თელავი ამტკიცებს, რომ მათმა სამხედროებმა ანკლავის ჩრდილოეთით რაკეტების გამშვები ადგილები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჰამასის განადგურებაში მათ ხელს ვერავინ შეუშლით. ბენიამინ ნეტანიაჰუ ომის დასრულებამდე ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვრის დახურვას ითხოვს, თუმცა კაიროში აცხადებენ, რომ ის საკუთარ საზღვრებს მიხედავენ. პარალელურად CNN-ი შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამერიკის მოიერიშე თვითმფრინავმა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების სამიზნეებს დაარტყეს. ეს იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს. ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში ჩაირთო ღამით უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონზე, დაიბომბა სუმის ოლქი. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა. დრონებითა და არტილერიით შეუტიეს რუსულმა ძალებმა ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებებს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ოკუპირებულ მელიტოპოლშიც. რუსეთში კურსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 3 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკრაინას ძალა და შესაძლებლობები უკვე შემატა. გვაქვს ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი მეომრებისთვის. არსებობს ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე. განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები, რომლებიც კიდევ იქნება. ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. ჩვენ მხედველობაში გვაქვს როგორც რაკეტები, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც უფრო მეტი იქნება. თვიდან თვემდე ვაძლიერებთ ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ ომის ეს რთული გზა გადალახოს. უკრაინა ღაზას სექტორთან ერთად იქნება მთავარი განსახილველი თემა დავოსის წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დღეს იხსნება. ასე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები ევროპის ცენტრში უკვე იკრიბებიან. ფორუმზე ელოდებიან ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელიც დავოსში უკრაინის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის განხილვის მიზნით ჩადის. ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავოსში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი კონფლიქტის გაყინვას არასდროს დათანხმდება. საგუშაგოები, სამხედრო ბაზები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები თურქულმა დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების 23 სამიზნეზე იერიში მიიტანა. ამ ქმედებას ანკარა ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებთან შეტაკებისას დაღუპული 9 თურქი ჯარისკაცის საპასუხოდ მიიჩნევს. ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს საბერძნეთში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა სულ ცოტა 35 სახლი, მათ შორის საბერძნეთში
ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაქურდეს. პოლიციამ ამოიღო ფული, არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკული ნივთიერება, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, მოპარული ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი და სხვა ნივთები. ბერძნული მედია ასევე იუწყება, რომ საქართველოს 7 მოქალაქის გარდა დაკავებულია კიდევ სხვა 13 პირი. კახეთში შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე მანქანების გადაადგილება ამჟამად თავისუფალია. მათ შორის არის თელავი-გომბორის ბაზიანის მიმართულებაც. თუმცა ნაწილობრივი შეზღუდვა და პრობლემები რჩება თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც ლიპყინულის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში იყრებოდა მარილი. მთელი ღამის განმავლობაში ვიდეოდა ინტენსიური მუშაობა და ქვიშამარილის მოყრა და გზის გასუფთავება. უამიდობის გაგრძელების შემთხვევაში მზად ვართ, გვაქვს საჭირო რაოდენობის ქვიშამარილის მარაგი, გვაქვს საჭირო მექანიზმები ახმეტიდან ყვარელშიც, აგოდეხშიც, გურჯააშიც პოლიციასთან შორის მოძრაობა თავისუფალია. ტექნიკური მარილის დაყრა გახდა საჭირო თბილისის რამდენიმე რაიონსა და დედაქალაქის შემოგარენში, მათ შორის წყნეთში, კიკეთში, ტაბახმელაში, კოჯორში, ასევე თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე, მახათას აღმართსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა მარილი დაყარეს კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზეც, ასევე ზემო ფონიჭალასა და კახეთის გზატკეცილზე. თბილისის მერის ინფორმაციით, მცირე ნალექის გამო მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა. სეზონური ვირუსების გამო სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში ძირითადად A ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად მედიკოსები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ. ექიმები მოსახლეობას განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. კლინიკური მიმდინარეობა გრიპის თითქმის ყველა ასე თქვა სეროტიპის მსგავსია, ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელებით, თქვა შეიძლება თანდართული იყოს სახსრების კუნთების ტკივილი, დაავადების მიმდინარეობა გრძელდება თქვა 5 დღიდან 1 კვირამდე, თუმცა გართულებულ შემთხვევებში შეიძლება 2 და 3 კვირას დასჭირდეს. რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ, ვისაც აქვს სხვა ქრონიკული დაავადებები. რაც შეეხება თქვა პრევენციას დაავადების, ეს არის პირველ რიგში ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე დახურვის სივრცეების ხშირი განიავება. მომატებულია ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომართვიანობა. შესაბამისად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უფრო მეტად არის რისკ ჯგუფებში, ანუ ეს არის შეიძლება ვთქვათ ასაკობრივი ჯგუფები და სხვადასხვა სახის ფონური და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. სიმპტომები როგორიც არის ხველა, როგორიც არის კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მაღალი ციფრები, თუ კი ჩვენ აგვეღვნიშნება მსგავსი სიმპტომები, პრევენციული თვალსაზრისით დავიცვათ სხვაც, ვიმყოფებოდეთ იზოლაციაში. საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავა. ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ქალაქ გრინდავიკში რამდენიმე შენობას. ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა. სეისმური აქტივობის გაძლიერების გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ევაკუირებული არიან. $33-მდე გაიზარდა კოლუმბიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. დაკარგულად ითვლება 10-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ადგილას სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის ქვეშაა მოყოლილი. სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. კურიერი პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება. მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.